პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაზე დილიდან კეთდება შეფასებები. პოლიტიკოსების განცხადებებს ახლა ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ნოდარ გისმენთ. დიახ, მარიამ, დღეს დილიდან კეთდება შეფასებები საკანონმდებლო ორგანოში. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები გმობენ თავად ფაქტს პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებისა, როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დაიწყება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული მასალების გასაჯაროების შესაძლებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დღესვე მმართველ კოალიციაში იმასაც აცხადებენ, რომ თავად გამოძიების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ღია და შესაბამისად ყველას ექნება შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, რომ აღნიშნულ პროცესში დასმული შეკითხვები და ამ შეკითხვებზე პასუხები მიიღონ. მიმდინარეობს უპრეცედენტო სამუშაოები, ძალიან კონსოლიდირებულია მთლიანად სამართალდამცავი ორგანოები და არის უპრეცედენტო ჩართულობა საერთაშორისო ექსპერტების. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც უნდა დაგვიჯდეს, რომ ამას ფარდაავხადოთ და დაუსვათ წერტილი ასეთ ბინძურ საქმიანობას ქართველი პოლიტიკოსების თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ საქართველოში. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. თუ საჭიროა საერთაშორისო ექსპერტებსაც ჩავრთავთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც მზად არიან, თუ ამის საჭიროება გახდა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ამაზრზენი დანაშაული არის და ყველაფერთან ერთად მიმართულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ. თითოეული ჩვენი მოქალაქის დატერორებისთვის, ამიტომ ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას ერთი მტერი ყავს. და მტერს უნდა შევეგებოთ საზოგადოებრივი კონსოლიდაციით და უნდა შევეგებოთ ძალიან კარგად მომზადებული ინსტრუმენტებით, რომ მსგავსი რამეები აღარ გამეორდეს და ვინც ეს ჩაიდინა თავის დროზე, ვინც გადაიღო, ვისი პოლიტიკური მრწამსიც იყო და ვინც გაავრცელა, ყველას პასუხი უნდა მოვთხოვოთ უმკაცრესად. ხელისუფლების უპირველესი ივალი არის უმთავრესი მოვალეობა ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც მოახდინეს ამ ჩანაწერების ჩაწერა უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უზრუნველყვეს გავრცელება. გავრცელებულ ფალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ასევე ოპოზიციაშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები ძირითად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო უწყებები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით ამ ვითარებაში. შესაბამისად ის ფაქტები, რომ რამდენიმე კვირეების წინ წინა შემთხვევებშიც გამოქვეყნებული ფარული და პირადი ხასიათის ვიდეო და აუდიო მასალები დღემდე არ არის გამოძიებული, ესეც ბუნებრივია ახალისებს იმას, რომ მსგავსი ფაქტების კიდევ ახალი და ახალი შემთხვევები ხდება. საზოგადოება გონი შეთანხმებულია, რომ რომელი ხელისუფლების დროსაც არ უნდა აკეთდებოდეს ეს, იქნება ეს შევარდნაძის, ჩვენი ხელისუფლების დროს თუ ივანიშვილის ხელისუფლების დროს, ყველა ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა, არის კრიმინალი, არის უზნეო და არის უმკაცრესად დასაჯელი. მთავარია უნდა ვეძებოთ მიზანი, რა მიზნით შეიძლება ქვეყნდებოდეს ესეთ ჩანაწერები. აქ არ არის საუბარი 1-2 ან რამოდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებას. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კადრების გამავრცელებას მიზნად აქ დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა. ეს ეკეთება პოლიტიკა საქართველოში. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე დადებითად იმოქმედებს. ჩვენ ვფიქრობ, რომ ამგვარი ტიპის სახელმწიფოს არ ვაშენებთ და პირდაპირ შეტევა არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე. შეფასებები გაკეთდა დღეს ასევე მინისტრთა კაბინეტშიც, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ფარული ვიდეო მასალის გავრცელება მიმართულია თავად ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს უარყოფითად თავად ხელისუფლების იმიჯზე მოქმედებს. შესაბამისად, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები და თავად აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული ფაქტები დროულად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული. ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ძალიან გამოკვეთილ უმძიმეს დანაშაულს, ამიტომ ვფიქრობ, რომ აი მსგავსი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული. საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად უნდა გაემიჯნოს მსგავს ფაქტებს, რომ მნიშვნელობა კიდევ უფრო შემცირდეს ასეთი უმსგავსი და რასფავარია დანაშაულებრივი საქმიანობისა. ეს არის მორალური ტერორი. მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვინმე დონემ ძალიან სწრაფად გამოვლენილი იქნება დამნაშავეები, დამნაშავე და შესაბამისად კანონის ფარგლებში აუცილებლად დაიჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე
იმ ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართულ ხალხს, ჩვენს მთავრობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარკვეული პიროვნებები იქნება, ადამიანები თუ გარკვეული ჯგუფი აუცილებლად დაიჭირება. ფარული ვიდეო მასალის გავრცელებისა და გამოძიების საკითხთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის შექმნაც მოითხოვონ. მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.